ესე იგი ძველი ქოხის დემონტაჟი მოვახდინე, იმიტომ რომ არ იყო მაინც სტაბილური. კაცმა არ იცის წვიმა როდის წამოვა და მთელი ღამე მე წყალს ვერ ავიტან ჩემს საწოლში, რომელიც უკვე დამზადებულია და შემოგთავაზებთ ახლა აი ესეთი ტიპის ესე იგი ქოხი მოვიწყე თავისი საწოლით. ამაზე გადაეფინება ეხლა თხილის ფოთლები და ზემოდან ჩემი პლედი. აქ ეხლა წყლის ჩამოსვლის შანსი არ არის. ანუ ამ პირობებში ამის გაკეთება საკმაოდ რთულია, მაგრამ თუ გვინდა რომ წყალმა არ დაგვასწავლოს წვიმა, სხვა გზა არ აქვს, ასე უნდა მოვიქცეთ. აქვე არის ცეცხლი, საწოლი, ანუ ღამე არ შემცირდება, მაქსიმალურად კომფორტულად ვიქნები. გუშინდელი ღამის გათვალისწინებით, ანუ მეძინა ფაქტიურად პლედზე, მიწაზე, ახლა უკვე ვიწვევი მიწიდან ზემოთ. ეს უკვე კომფორტია. რაც შეეხება საკვები ჯერჯერობით ვერ მოვიძიეთ, ვერაფერი ჩაყრილია მდინარეში ან კესები, კაუჭები. ერთ სიტყვით ასე გამოიყურება ჩემი ახალი ბინა. ეს არის სულ რაღაც 1 საათის ამბავი, რაც დავშალე და ავაწყე ეს ახალი ბინა. რაც თავარია წყალი არ ჩამოვა. ხო, აი ესაა გაკეთებული ისე რომ წყალი ვერანაირად ვერ ჩამოვა. დაცულია, ფილტრი მუშაობს. ესე იგი გამართულად აი ეს ნახშირია, ნახშირით იფილტრება ეკოლოგიურად სუფთა. შეგიძლიათ ნახოთ რამდენად კამკამა წყალი დგება. ესე იგი აქედან წამოსული. კი ბატონო. აი ეს მდინარის წყალი, თვითონ როგორი მღვრია და მე ის რამდენად დიდი სხვაობა. მოკლედ, აი ესეთი ამბებია ჩვენთან. 3 საათია. კრეჩი ხამაკ დილიდან წიწიბურა მხოლოდ ნაჭამი. ამიტომ შოკში ვარ. ფაქტურად დაშოკილი ვარ. ფიზიკურად ძალიან დიდი დატვირთვავს, მაგრამ მორალურად ანუ სულიერად ვისწავლებ აი ამ ყველაფერს. ეს არის ჩემთვის შეიძლება ითქვას სულიერი დასვენება. მოკლედ ასე ახლა წავალ მოვიტან. თხილის ფოთლებს რბილად გადავაფარებ, ზემოდან პლედი და ლოგინი მზად არის. სიახლეების შემთხვევაში ისევ შეგეხმიანებით.